აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა და ამერიკელმა სამხედროებმა მაშინვე დაიწყეს სრუტის შტურმი გემებით, ირანის ბლოკადის გარღვევით. პაკისტანში ირანისა და აშენსოშის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ფონზე აშენსოშის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო გემები მოულოდნელად ჰორმუზის სრუტეში ბლოკადის გარღვევას შეეცადნენ. ითხოვინებიან, რომ დღეს რამდენიმე ამერიკულმა გემმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა, ორივე მიმართულებით. ირანთან რაიმე შეთანხმების გარეშე. თუმცა ირანი ამტკიცებს, რომ ამერიკელები სრუტიდან პირველი გაფრთხილების შემდეგვე გავიდნენ, როდესაც დარტყმით დაემუქრნენ. მაგრამ ეს სრულად ასე არ არის. ამავე დროს ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებენ ჰორმუზის სრუტის გამბლოკვას, უფრო ინტენსიური საზღვაო მიმოსვლისთვის, რადგან არ შეუძლიათ აღმოაჩინონ ყველა ნაღმი, რომელიც შესაძლოა წყლის გზაზე იყოს დამონტაჟებული. ირანმა აღიარა, რომ ჰაიკინის ნაღმებს ქრიდა, მაგრამ ახლა ტექნიკური შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ ეს ნაღმები მოაშოროს. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ხრიკია, რომელსაც თეირანმა მიმართა. და ამ გამოშვებაში ჩვენ ამას ერთად განვიხილოთ. ამასთანავე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელები უკვე დაიწყეს სრუტის განაღმვა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები ბეწვზე ჰკიდია. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით, ამ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე შაბათს აშშ-ის საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა ღიად გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე, რომელსაც ირანი ბლოკავს. ითხოვინებიან, რომ ეს ნაბიჯი არ ყოფილა შეთანხმებული თეირანთან. და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა გადაკვეთეს სრუტე ომის დაწყების შემდეგ. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ოპერაცია მიზნად ისახავდა კომერციული გემების დართმუნებას სრუტის გადაკვეთის შესაძლებლობაში. ამბობენ, რომ თუ სამხედრო ხომალდებმა პირველად ომის განმავლობაში არ შეეშინდათ ამ წყლებში შესვლა, სხვებსაც თითქოს არაფრის ეშინიათ. მაგრამ ეს სიმართლე არ არის და ეს არის მახე. ცოტა მოგვიანებით ამაზე ვისაუბრებთ. პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა სრუტე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაკვეთეს. მიაღწიეს სპარსეთის ყურეს, შემდეგ კი სრუტით დაბრუნდნენ არაბეთს. ირანის მთავრობამ დაადასტურა ამერიკული ხომალდების გავლა, მაგრამ ეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად შეაფასა და დაემუქრა ამ ხომალდებზე თავდასხმით. როგორც ჩანს, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის გაფრთხილების შემდეგ ამერიკელები სრუტიდან გავიდნენ. და შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ გზით ტრამპი კიდევ ცდილობს აჩვენოს, რომ მისი მოლაპარაკებები მუშაობს. რადგან სრუტის გახსნა იყო ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა, მაგრამ ფაქტობრივად სრუტე ასე არც გახსნილ. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ სრუტეს ძალიან ცოტა გემი გადაკვეთა. და აი შაბათ დილით გავრცელდა ცნობები, რომ სრუტე გადაკვეთა მინიმუმ 3 სუპერტანკერმა ნავთობის გადამზიდავ. ეს მოძრაობის წინასწარი ნიშანია. თუმცა ეს ჩვეულებრივი გემების მოძრაობის დონესთან შედარებით უმნიშვნელოდ მცირე ნაწილი. ადრე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ გემები ამ რაიონს არ კვეთენ, რადგან მათ ირანელები აშინებენ. აქ ყველაზე საინტერესოა, დღეს დონალდ ტრამპმა ცინიკურად განაცხადა, რომ ირანი მხოლოდ ტანკერებსა და გემებს ემუქრება, თითქოს მათ სრუტეში ნაღმებზე შეიძლება წააწყდნენ. მაგრამ ტრამპის თქმით, ეს უბრალოდ დაშინება, თითქოს იქ საერთოდ არ არის ნაღმები. და თუ არის კიდეც, არც ისე საშიშია. მაგრამ აქ კიდევ ის პრობლემა, რომ ირანს ფიზიკურად არ შეუძლია გახსნას ჰორმუზის სრუტე უფრო ინტენსიური საზღვაო მიმოსვლისთვის, რადგან არ შეუძლია აღმოაჩინოს ყველა ნაღმი, რომელიც შეიძლება წყლის გზაზე იყოს დამონტაჟებული. თეირანს ასევე არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობები მათი განაღმვისთვის. ანუ ირანმა ეს მცურავი ნაღმები მთელ სრუტეში გააბნა, მაგრამ ეხლა სად არიან ისინი, თავადაც არ იციან. ამის შესახებ ყოველ შემთხვევაში წერს New York Times. აღინიშნება, რომ ეს გარემოება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ირანმა ვერ შეძლო ოპერატიულად შეესრულებინა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები სრუტეში ინტენსიური მოძრაობის აღდგენის შესახებ. ასევე ამას განიხილავენ, როგორც დამატებით სირთულეს ირანულ დელეგაციასა და ამერიკულ მხარეს შორის მოლაპარაკებების ფონზე, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი JD Vance ხელმძღვანელობს. გავიხსენებ, რომ გასულ თვეში ირანულმა მხარემ მცირე კატერები გამოიყენა სრუტეში ნაღმების დასაყენებლად.
ასევე არსებობდა უპილოტო აპარატებისა და რაკეტების თავდასხმის რისკი. ამან მკვეთრად შეამცირა ნავთობის ტანკერებისა და სხვა გემების მოძრაობა. შედეგად ენერგორესურსების ფასები გაიზარდა, ხოლო ირანმა ამ ომში გავლენის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი მიიღო. და სწორედ აქ არის იმ ირანული სტრატეგიის ყველაზე მოხერხებული ნაწილი. და არ უნდა იფიქროთ, თითქოს ისინი ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ. თითქოს უბრალოდ ქაოტურად ყრიდნენ ნაღმებს თელ სრუტეში და ასე შემდეგ. ისინი ძალიან კარგად ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ. საქმე იმაშია, რომ ირანმა დღეს ოფიციალურადაც განაცხადა ამის შესახებ, სრუტეში მხოლოდ ერთი მარშრუტი დატოვა ღია, რომლის გავლაც გემებს მხოლოდ გადასახადის გადახდის შემთხვევაში შეუძლიათ. და ეს გზა, ვინ იფიქრებდა, ირანის სანაპიროსთან ახლოს გადის, ხოლო დანარჩენი აკვატორია დანაღმულია. ასევე ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა გააფრთხილა გემები ზღვის ნაღმების შესაძლო საფრთხის შესახებ. მაგრამ დაფირდა, რომ მათ გემებსა და მათ მიერ გამოყოფილ კორიდორში ასეთი ნაღმები არ იქნება. ისინი ნამდვილად გააკონტროლებენ ამას, პატრულირებას ჩაატარებენ, მოძებნიან და ასე შემდეგ. სწორედ განსაზღვრულ კორიდორში, სადაც გემის გავლაზე ფულის გადახდაა საჭირო, შედეგად ირანულმა მედიამაც კი დაიწყო რუკების გამოქვეყნება, სადაც აღნიშნულია უსაფრთხო მარშრუტები, სადაც ირანელებისთვის უნდა გადაიხადო გემის გავლაზე. და ირანელები ამბობენ, რომ სწორედ ამ კორიდორში ნაღმები ნამდვილად არ იქნება. ანუ ირანელებს ძალიან კარგად ესმოდათ რას აკეთებდნენ. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა უკვე აღიარეს, რომ ირანმა მათ ჭკუაში აჯობა, რადგან ასეთი მარშრუტები ძირითადად შეზღუდულია ირანის მიერ სრუტის ქაოტური დანაღმვის გამო. მათ აღნიშნეს, რომ უცნობია დაფიქსირდა თუ არა თითოეული მინის ზუსტი დაყენების ადგილები. ასევე მათი თქმით, იმ შემთხვევებშიც კი, როცა კოორდინატებს აფიქსირებდნენ, ნაღმების ნაწილი შეიძლება ისე დაედგათ, რომ მას შეეძლო დრიფტვა ან თავისი მდებარეობის შეცვლა. აქაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზღვაო მინდების გაუნებელყოფა გაცილებით უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე მათი დაყენება. აშშ-ს სხვადასხვა არ აქვს საკმარისად ძლიერი საშუალებები სრულფასოვანი განაღმისთვის, ამიტომ ისინი ძირითადად იყენებენ სანაპირო საბრძოლო გემებს, რომლებიც აღჭურვილია ნაღმების ტრალირებისთვის. ამავე დროს ირანსაც არ აქვს შესაძლებლობა ოპერატიულად მოაშოროს მინდები. თუნდაც ისინიც, რომლებიც თავად დააყენა. მაგრამ ირანმა დატოვა ვიწრო კორიდორი, რომლის გავლითაც გემებს შეუძლიათ გადაადგილება. და მინდები ზღვაში უბრალოდ წარმოუდგენელი პრობლემაა. ეს არის პრობლემა, რომელიც იქ წლების განმავლობაში დარჩება. სრულიად გაანაღმო სრუტე ეხლა უბრალოდ შეუძლებელი. გასაგებად რო იყოს, ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ. 2022 წლის მაისში ნატომ ბალტიის ზღვაში ჩაატარა ოპერაცია სახელწოდებით Open Spirit, რომლის მიზანიც იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროინდელი ნაღმების პოვნა და განეიტრალება. წარმოიდგინეთ, მაშინ მართლაც პოულობდნენ და აფეთქებდნენ ნაღმებს, რომლებიც არა მეორე, არამედ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი იყო. და 2022 წლის სექტემბერში, იმავე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, შვედეთის სტოკჰოლმის არქიპელაგში აღმოაჩინეს და ააფეთქეს დრიფტული ნაღმი, რომელიც სწორედ პირველი მსოფლიო ომის პერიოდს ეკუთვნოდა. ზუსტად ასეთი დრიფტული ნაღმები ახლა ჰორმუზის სრუტეშია. და უბრალოდ შეხედეთ გეოგრაფიას, აი ბალტიის ზღვა, თითქოს არც ისე დიდი და ჰორმუზის სრუტე. და შეადარეთ ეს მონაცემები, მიხვდებით, რომ ეს ნაღმები კიდე ძალიან დიდხანს დარჩება. და ძალიან რთული იქნება უბრალოდ მთელი სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის გასუფთავება ამ ნაღმებისგან, რათა რეგიონი გაიწმინდოს. ამ ფონზე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ იწყებს ოპერაციას ჰორმუზის სრუტის გასაწმენდად. მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს ირანის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის ძირითადი ნაწილი, ასევე მისი მრავალი ლიდერი. ერთადერთი რაც მათ დარჩათ არის მუქარა, რომ შესაძლოა რომელიმე გემი შეეჯახოს ერთ-ერთ საზღვაო ნაღმს. თუმცა მათი ყველა 28 ნაღმზღუდავი ასევე ზღვის ფსკერზე. ეხლა ჩვენ ვიწყებთ არმუტის სრუტის გაწმენდის პროცესს, როგორც მომსახურებას მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის და მრავალი სხვისთვის. და ტრადიციულად ტრამპმა გააგრიდი აღნიშნული სახელმწიფო, რომ მას არ ყოფნის სიმამაცე და ნება სრუტის გასახსნელად. და დაამატა, რომ მრავალი ქვეყნის ცარიელი ნავთობის ტანკერები ამჟამად აშშ-ში მიემართებიან, რათა ჩვენი ნავთობით დაიდვირთო. მოკლედ, თითქოს აქაც ტრამპი ყველას დაეხმარა და ყველას გადაარჩენს. აქ წერტილს დავშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ჩვენი YouTube არხის მუშაობის ხარდაჭერა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ამას შეგიძლიათ დონატის საშუალებით გააკეთოთ.
ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. და არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. მისი ბმული ამ ვიდეოს აღწერაშია. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მირებისთანავე. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას, დროებით.